შეერთებულმა შტატებმა ბოლო წლებისთვის უპრეცედენტო ძალის დემონსტრირებით ვენესუელას სანაპიროებთან სამხედრო კონცენტრაცია გაზარდა. ტრამპის ადმინისტრაციის არგუმენტები ბრალდებების აბლაბუდაა, რომელთა დიდ ნაწილს თავად ამერიკული დაზვერვა ეწინააღმდეგება. ისინი საუბრობენ მზის კარტელზე, ნარკოსახელმწიფო აპარატზე, რომელსაც თითქოს პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მართავს და რომელიც თანამშრომლობს ისეთ დაჯგუფებებთან, როგორებიცაა ტრენ-დე არაგუა და სინალოას კარტელი. თუმცა ისტორიული სიმართლე გაცილებით სკანდალურია. მზის კარტელი თავად ამერიკული სპეცსამსახურების შექმნილია. ჟურნალისტური გამოძიებით დასტურდება, რომ CIA თანამშრომლობდა ვენესუელელ გენერალთან, რამონ გილიან დავილასთან, რომელიც მზის ემბლემიან ფორმას ატარებდა. მათ თვითონდა დაზვერვის მიზნით შექმნეს არხი, რომლითაც რეალურად ტონობით კოკაინი შევიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეს კი ვაშინგტონი თავისივე შექმნილ ძველ პროექტს იყენებს, რათა მადუროს ნარკობარონის იარლიყი მიაკევოს. თუმცა ეს ნარატივი მყიფე საფუძველზე დგას. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ეროვნული საბჭოს გასაჯაროებული ანგარიშის თანახმად, მადუროს მთავრობა სავარაუდოდ საერთოდ არ მართავს ტრენ-დე არაგუას ოპერაციებს. არც მექსიკის მთავრობას უპოვია რაიმე კავშირი მადუროსა და სინალოას შორის.